მოგესალმებით, საღამომშვიდობის. ძალიან მძიმე იყო მეც უსმენდი ახლა თქვენ ინტერვიუს და ეს არის ტრაგედია, პრინციპში ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც არა მხოლოდ ის ადამიანები, ქალბატონი მისი ახლობლები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, არამედ ყველა ჩვენთაგანი, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები, ასეთი დანაშაულები და ის რომ ჩვენ გვაქვს კითხვები საერთოდ უნდა თუ არა გამოძიება, სამს გამოძიება, ვენდობით თუ არა, რამდენად კვალიფიციურად წარმართავენ ამ ყველაფერს. ეს არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფო წაგვართოს ჩვენ. ჩვენ წაგვართოს სახელმწიფო და დაისაკუთრა ის ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც მას იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის მხოლოდ და მხოლოდ და აი ქართული სახელმწიფო, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ასე წვალებით სისხლის და ოფლის ფასად ვაშენებდით, დღეს აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების ინტერესებზე აღარ ზრუნავს ადამიანების უსაფრთხოებაზე, ზრუნავს ბიძინა ივანიშვილის, ყობახიძის, პაპუაშვილის და სხვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მხოლოდ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა, რაც გვაქვს ჩვენ მოსაგები, ეს არის სახელმწიფოს დაბრუნება ხალხის სამსახურში. იმიტომ რომ არ შეიძლება მიუღებელია ამას არც მე, არც ჩემი თანამებრძოლები, არც სხვა კოლეგები პოლიტიკური პარტიებიდან არ შევეგუებით იმას, რომ ოდესმე რომელიმე მთავრობა კიდევ მოვიდეს ამ ქვეყანაში, რომელიც მოქალაქეებს ეთქვის იმას, რომ იცით რა, მე კი არა ვარ თქვენთან ანგარიშვალდებული, თქვენ ხართ ჩემთან ანგარიშვალდებული და თუ ესეთი ცხოვრება არ მოგწონთ, კეთილინებით დაიხურეთ ხუთი და წადით ემიგრაციაში. ეს მიუღებელია აბსოლუტურად. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ დღეს ქუთაისში, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ რამდენიმე თვის წინ ჩვენ მქონდა დიდი სამოქალაქო ფორუმი თბილისში, საქართველოს გულისთვის და იქიდან დავიწყეთ ეს კამპანია, სადაც თქვით, რომ აი ამ მართალ სიტყვას თავისუფლებისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, სამართლიანი სახელმწიფოსთვის, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება სასამართლო პროცესი მოუგოს პრემიერ-მინისტრსაც კი, აი ამ ბრძოლის სიტყვას მივიტანდით ყველგან და ჩვენი პირველი ტური აი ამ ეროვნული კამპანიის არის იმერეთში, პრაქტიკულად მთელი თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭო ვარ ქუთაისში, აქ გადმოვიტანეთ დროებით ჩვენი მთავარი შტაბი და აქედან მაქსიმალურად დღე-დღე მუშაობთ, მოგზაურობთ, დავდივართ ყველგან. საუბრობთ თანამოქალაქეებთან. განწყობა როგორია, ლევან? აი ვინაიდან რეგიონებზე აკეთებთ აქცენტს? მე მახსოვს აქ სტუდიაში ჩემთან როცა იყავით, მაშინ საუბრობდით, რომ ეხლა უნდა დავიწყოთ რეგიონებში გასვლაო. თბილისის განწყობა ჩვენ ვიცით, თბილისი ცალსახად ოპოზიციურია. როგორია რეგიონებში ხალხის დამოკიდებულება? იცით, ორ რამეს აღნიშნავდი აქ. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ არ შემხვედრია არავინ ჯერჯერობით, არ ვიცი, შეიძლება შემხვდეს, რომელიც იტყოდა, რომ ცვლილებები არ გჭირდება და ეხლა სადაც არის ქვეყანა, ეს არის კარგი. ასეთი რამ არ შემხვედრია. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება მრავალფეროვანია, ზოგი მაგალითად ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ზოგი შეიძლება არ გვენდობა, ან კრიტიკულად გვიყურებს, ან ჯერ გვაკვირდება, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია არც ერთი თანამოქალაქე, რომელიც იტყოდა, რომ აი დღეს რა პირობებში ცხოვრობს ეს ქვეყანა და განსაკუთრებით იმერეთი. ეს არის კარგი და რაღაცას მივახციეთ. იმიტომ რომ წარმოუდგენელი რამე ხდება. ეს არის ერთი რაც მინდოდა მეთქვა და მეორე არის ის რომ განსაკუთრებით იმერეთს, განსაკუთრებით მთიან იმერეთში იგრძნობა ეს დაცარიელება სოფლების, ხომ? აი ცოტა ხნის წინ ვიყავით ჭიათურაში, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში უმდიდრესი ქალაქი და უმდიდრესი მხარე, იმიტომ რომ სოფლიოში უნიკალურ რესურსებს ფლობს, ხო და არა მხოლოდ წიაღისეულს, არამედ ბუნებრივს, ლანდშაფტს, კულტურულ მემკვიდრეობას, რელიგიურ საკულტო ნაგებობებს, რომლებიც რავის ისეთი ლანდშაფტი, ისეთი გარემო, აი ღვთივ მომადლებული ყველაფერი და აი ესეთ პირობებში ეს ქალაქი ცხოვრობს სიღარიბეში, ყოველდღიურობის გატანისთვის ბრძოლაში და აი მეუბნებოდა ერთ თანამოქალაქე, რომელსაც ვესაუბრებოდი მაღარუელი, რომ იცი რა, აი გაღიმებული ადამიანის დანახვა მომენატრაო. და ეს უნდა დავაბრუნო, საქართველოს არ იმსახურებს ესეთ ყოფას. არ შეიძლება აი ეს არემა ქუთაისი, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში რომ მიხვიდეთ, იქ ნახავთ ყოველდღიურ ტრაგედიებს, იმიტომ რომ აეროპორტი ყოველთვის იყო სიხარულის
ადგილი. ადამიანები ან ბრუნდებოდნენ მოგზაურობის შემდეგ შთაბეჭდილებებით, ძვირფასი ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, გადაეხვეოდნენ, იყო სიხარული და ყიჟინა. და დღეს რომ მიხვიდეთ ქუთაისის აეროპორტში, ხო? იქ ნახავთ ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომლებსაც თვალებზე წრემლი აქვს მომდგარი, იმიტომ რომ ვიღაცას აცილებს ემიგრაციაში. და იცის რომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახოს. იმერეთი არის მოწინავე თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობის მოქალაქე ქუთაისიდან მიდის ზიმეშრომით საკუთარი ოჯახის სარჩენად. და აი ამაზე ბედავენ ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები და მერე კიდე ამ ხალხს მოუბრუნდებიან და ეუბნებიან რომ იცით რა, ჩვენ გვაქვს არნახული ეკონომიკური ზრდა, არნახული ეკონომიკური განვითარება და ვიღაც ევრობიუროკრატები, გლობალური ომის პარტია, მასონები, deep state და ასე შემდეგ იმათ ისე შურთ ჩვენი განვითარების, რომ აი ქვეყანაში უნდათ ომის დაწყება და ამას ვისეუბნებიან და ვისატყუებენ, მე ვერ ხვდები, იცით რატო ვერ ხვდები, რომ რომელ არხსაც არ უნდა უყურებდეს მოქალაქე, რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს ხმას. ის მოქალაქეებიც და მეც ერთი და იგივე მაღაზიაში დავდივართ, ერთი და იგივე ფასებია. ერთნაირად გვენატრება ახლობლები, რომლებიც მიდიან ემიგრაციაში და ამას იმედის და პოზიტივის ტყუილები ვერ შეცვლის. ვერ შეცვლის რაც არ უნდა აყურებინო. საკუთარ მაცივარს გააღებენ და თვითონ უკეთესად იციან რა მდგომარეობაში უწევთ. კი ბატონო. ეხლა ვიყავი რამდენიმე დღის წინ ასევე ასული სოფელ კურსებთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ისიც თქვენ მერე იქვე არის სოფელი ბუეთი და ზუსტად ესე წინასწარ დაუგეგმავად მივედით და შევესწარით იმ ფაქტს, როდესაც ოჯახები ტოვებდნენ საკუთარ მამაპაპისეულ კარმიდამოს და სახლებს, იმიტომ რომ სახლები გაიგზარა მეწყერისგან და თავისთვის რისი გამოტანა შეეძლოთ აი ძვირფასი ნივთები, იმას ტვირთავდნენ, აი არ ვიცი, ცრემლები მომადგა წარმო ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს და ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ 30,000 ლარს თავაზობენ. და გვეუბნებიან, რომ მადლობელი იყავიო რაო, მეწყერიო ხა ჩვენ გამოხვარ ჩამოწვაო. და მადლობელი კი არ უნდა იყოს ვიღაცა რაღაც სამოწყალოდ გადაგდებულ 30,000 ლარზე, არამედ აი ამ ოცნების წარმომადგენლები უნდა მიდიოდნენ ამ ხალხთან და ბოდიშს უხდიდნენ უპირველეს ყოვლისა, რომ დროზე ვერ გააფრთხილეს, რომ მათ კარს ასეთი უბედურება მოდიოდა და სანამ კედლები არ დაიბზარა და მიწა არ გამოეცალა, ხალხს მანამდე არავინ არაფერი არ გააკეთა. და 30,000 ლარს კი არა, ბოდიშს და 300,000 ლარსაც უნდა აძლევდნენ ამ ადამიანებს და ეს უსაქმურები საერთოდ რა. აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდნენ აი ამ პოზიციაზე 30,000 ლარს დღეში ხარჯავენ. შეხედეთ მათ დეკლარაციებს, ან რა ფასის საათი უკეთიათ, ან რა ჩანთებით დადიან მინისტრები და ვიღაც საჯარო მოხელეები და ადამიანებს რომელთაც სახლი, კარი, მეურნეობა, შინაურის ხოლი ყველაფერი უნდა დატოვოს, ვერ გამოიყვანოს. იქიდან 30,000 ლარს ამადლია და ესეთი ვითარება, ამიტომ ბრაზი არის ძალიან დიდი. ქართული ოცნება რაც არ უნდა შეეცადოს, სუროს 3 იმედი გახსნას და 5 პოზიტივი, ეს რეალობა არ შეიცვლება, იმიტომ რომ იქ ვერ დამალავ ამ მეწყერს, ვერ დამალავ აი ამ უბედურებას რაც ჭიათურაში ტრიალებს. ხო, ეს არის ქალაქი და გარშემო სოფლები მე ვნახე საშუალო სკოლის, საჯარო სკოლის გვერდით მოწყობილი ღია კარიერი. ანუ სადაც ბავშვები დარბიან, ბავშვები თამაშობენ, ბავშვები სუნთქავენ, აი იქ გვერდზე ყოველგვარი დაცვის, ყველაფრის გარეშე მოწყობილი კარიერი. აი ამ უპასუხისმგებლობამ, კორპორატიულმა უპასუხისმგებლობამ მათ შორის ლევან მიწა გამოაცალა ხალხს. და ეს არის მიუღებელი და ამაზე ყველა ლაპარაკობს. მადლობა ლევან და ერთი კითხვაც რაზეც პასუხი მინდა მოვასწრო. გიორგი ბუტიკაშვილი იყო დღეს TV პირველის ერთ-ერთი სტუმარი და მან თქვა რომ ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები აპირებენ ვიზიტით გამგზავრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამატებით რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, უკვე გადაწყვეტილია თუ არა თუ ეს უბრალოდ გეგმა და ვინ აპირებს, ვინ გაემგზავრება. გეგმავს დამოუკიდებლადაც თავისუფლების მოედანი, ისევე როგორც ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ ვიყოთ აქტიურები საერთაშორისო დიპლომატიაში. ამიტომ ბევრი რაღაც იგეგმება და მე სიმართლე გითხრათ ვირჩევნია, როდესაც დაიგეგმება და შედეგები გვექნება, მე ვისაუბრო ამაზე ეთერში. დიდი მადლობა ლევან, საინტერესოა სწორედ რეგიონები. ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თბილისის აი იმ არჩევნებმაც კი, რომელიც ჩატარდა, აჩვენა როგორი ნეგატიურია დამოკიდებულება და განწყობა ოცნების მიმართ. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი შიშის გადატეხვა რეგიონებში, სადაც ლევან
ლევან ცუცქირიძეც საუბრობდა ეხლა და ყველაზე კარგად მაყურებელმა იცის ძირითადად დაკეტილია სოფლებში უკვე სახლები, იმიტომ რომ ადამიანები ოჯახებით მიდიან ქვეყნიდან ემიგრაციაში. წარმოუდგენელი რაღაც ხდება, იცით, ეხლა ეს მე ყოველთვის ასე მუშაობდი და რაღაც ოფისში ძდომიარე ის არ ყოფილა არასდროს და ახალი აღარა ასე ინტენსიურად, ასე ყოველდღიურად ვართ ეხლა ყველანი და წარმოუდგენელი ეს ულამაზესი თავმომწონე იმერული ოდები, ეს კარმიდამო ულამაზესი ვერანდება, იმიტომ რომ ადამიანები აღარ არიან და გავიცი აქვს ხუმართმასპინძლობის სიხარული, სილაღით განთქმული ხარე არის და ადამიანები იმდენად მძიმე პირობებში ცხოვრობენ, რომ იმალებიან. და ეშინიათ გამოჩენა, იმიტომ რომ აღარ არიან ისე ძლიერად, როგორც იყვნენ და ეს უნდა შეიცვალონ, ეს ქვეყანა და ეს ხალხი ბევრად უკეთეს იმსახურებს. არა ვარ ჩვენ არც უნიჭო, არც ზარმაცი და არც არანაირი ერი და ჩვენ ვართ მაგარი ხალხი და ამ მაგარ ხალხს ჭირდება მაგარი ცხოვრება და აუცილებლად ეს მუქთახორები უნდა მოვიცილოთ და საქმეს მოკიდოს ხელი იმ ხალხმა, ვისაც ეს ქვეყანაც უყვარს და საქმის კეთებაც შეუძლია.